ძალიან საინტერესო წიგნს, რომლის ავტორები ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა არიან და ისინი ჩვენთან მოვიდნენ სტუდიაში. დიდი მადლობა რომ მობრძანდით დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ქალბატონი შუშანა, მე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს. რამდენადაც ვიცით, სტამბოლში არის ქართული სავანი, სადაც ინახება 10 მეტრი არც ნაკლები 83,000 ერთეული უცნობი წიგნი. ეს იქნება წერილი, ხელნაწერი, ჟურნალი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თქვენ დაიწყეთ ამის კვლევა და გამოვეცით წიგნად. თუ შეიძლება ამ თემაზე რომ ვისაუბროთ და გავაცნოთ უფრო კონკრეტულად. რამასაო არის კონკრეტულად შესული? ახლა ითქვა რომ უცნობი წიგნი, უცნობი წიგნი ცხადია არა, მთლიანად ყველა 83,000 ერთეული წიგნი, ჟურნალი, გაზეთი უცნობი არ არის, მაგრამ დიდი ნაწილი არის ნაკლებად ცნობილი და საერთოდ უცნობი. ესე იგი, ისეთი ეგზემპლარებია წიგნებისა, რომლებიც საქართველოში არ არის, ან დაკარგულია რეპრესიების დროს. ეს წიგნადი ფონდი გროვდებოდა წლების განმავლობაში 1861 წლიდან და 1908 წელს გაიხსნა მონასტერში აგაგი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა. და ეს ბიბლიოთეკა მუშაობდა 1982 წლამდე, მანამდე სანამ ბოლო სასულიერო პირი მოღვაწეობდა მონასტერში, მაგრამ როდესაც გარდაიცვალა პავლე აკობაშვილი, ბოლო სასულიერო პირი, იმის შემდეგ ბიბლიოთეკა დაიკეტა. მე ვარ ჩვენებურების ქართულის მონოგრაფიის ავტორი და სამუშაოდ ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, ანროლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა, როდესაც სარფის კარი გაიხსნა, მიმავლინა თურქეთში მცხოვრებ ქართველების შესასწავლად, მათი მეტყველების ფოლკლორის ეთნოგრაფიის შესასწავლად. მომიწია ყოფნა სტამბოლში, რადგან სტამბოლში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და აი მაშინ გავიცანი ამ სავანესთან შექმნილი კათოლიკური საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი პავლე ზაზაძე, რომელიც 1966 წლიდან 1999 წლამდე იყო ფაქტიურად ამ სავანის ბიბლიოთეკის არქივის ბატონ პატრონი. და აი მაშინ მომეცა საშუალება რომ შევსულიყავი ამ არქივში, ბიბლიოთეკაში და დამეთვალიერებინა. შემდეგ მოგეხსენებათ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დრო იყო, მაშინ ბატონ ზვიადს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მონასტერში დაფუძნებული იყო საქართველოს საკონსულო. მაგრამ შემდეგ ცნობილი ამბების შემდეგ ეს ჩაიშალა და შემდეგ მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, მე ვეღარ მოახერხე შემდეგ ჩასვლა, ჩავედი 1996 წელს და ცოტა პატარა რაღაცა შევისწავლე. შემდეგ გამოცდილ თქვენ ბრძანდებით პირველი მეცნიერი ვინც მე მომეცა საშუალება რომ აი ბატონ პავლე ზაზაძის, უფროსი პავლე ზაზაძის, ესე იგი სიმონ ზაზაძის მამის საშუალებით დამეწყო, რომ გავცნობოდი ამ სავანეს. და შემდეგ 2000 წელს ჩამოყალიბდა თურქეთ-საქართველოს კულტურის და განათლების ფონდი. ამ ფონდში გაერთიანდნენ სტამბოლში, საერთოდ თურქეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენები და მათ გადაწყვიტეს, რომ ნელ-ნელა დაეფინანსებიათ ჩვენი 4 კაციანი ჯგუფის მუშაობა ამ სავანეში და დავიწყეთ მისი შესწავლა. ვიმუშავეთ 2005 წლამდე. ქალბატონი შუშანა, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობ, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ამ თემაზე და ერთ კითხვა მაქვს ბუბასთან თუ შეიძლება. აი ამ წიგნის, ასე ვთქვათ, ფასეულობაზე რომ ვისაუბროთ, ბატონო ბუბა, და რამე მოლაპარაკება თუ არსებობს თურქულ მხარესთან არქივის ფასეულობაზე უпроსორედ რამე მოლაპარაკება თუ არსებობს ამ არქივის გადმოცემასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მადლობ. პატარა შესწორებას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ამ წიგნის ავტორი გახლავთ ქალბატონი შუშანა, მე მცირე დიწულილი მაქვს მის გამოცემაში შეტანილი, მხოლოდ რაც შეეხება ამ წიგნის მნიშვნელობას, სამწუხაროდ აი ასეთი უზარმაზარი ტრადიციების და ძალიან დიდი მემკვიდრეობის მქონე სავანის შესახებ ქართველმა საზოგადოებამ ნაკლები იცის და ეს წიგნი ესე სამეცნიერო პოპულარული ხასიათის არის და ძალიან ბევრს მისცემს საშუალებას გაიგოს ამ დიდი სავანის მნიშვნელობა. ამ მონასტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო საუკუნეებში, გვიან შუა საუკუნეებში დავკარგეთ თითქმის ყველა სამონასტრო ცენტრი და ფაქტობრივად
ეს გახლავთ დღეს ერთადერთი კულტურული კერა, რომელიც ჩვენ ქართველებს გვეკუთვნის საქართველოს ფარგლებს გარეთ მით უმეტეს ასეთი მასშტაბისა. და მისი მნიშვნელობა კიდევ დიდია, თქვენ კარგად დასვით აქცენტი იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძალიან მდიდარი არქივია. ჩვენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჰქონდა ქალბატონ შუშანას დახმარებით ურთიერთობა აი ამ სტამბოლის ქართული სავანის მეთვალყურესთან, ბატონ სიმონ ზაზაძისთან და შევთანხმდით, რომ ჩვენ გავაკეთებთ გარკვეულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შევძლებდით აქ დაცული მასალის დიგიტალიზებას და ეს მასალა გამოადგებოდა როგორც ადგილობრივ მონასტერს, ისე ჩვენ სამეცნიერო საზოგადოებასაც. რა თქმა უნდა, აქ დაცული მასალა ეს არის აქაური მონასტრის საკუთრება. შესაბამისად, აქ საუბარია მხოლოდ ამ მემკვიდრეობის შესწავლაზე, მისი დიგიტალური ასლების გაკეთებაზე და შემდეგ პუბლიკაციაზე. ბატონო, არის თუ არა ეს სავანი თავიდან ბოლომდე შესწავლილი და თქვათ, რომელი მასალა შეიძლება ყველაზე ღირებულად ჩაითვალოს? ან აღწერილი თუ არის? აი ქალბატონი შუშანა გახლდათ პირველი, რომელმაც და დღემდე ერთადერთი, რომელმაც იქ იმუშავა, მაგრამ იქ გატარებული მცირე პერიოდები და თქვათ ის ადამიანური რესურსები, რაც მას ჰქონდა, არ იძლევა საშუალებას, რომ ეს არის წლების და შეიძლება 10 წლეულების საქმეც. ქალბატონმა შუშანამ გააკეთა წინასწარი აღწერილობა, წინასწარი დახარისხება ამ მასალების. სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი ჩაწყობილია ყუთებში და არ აქვს საშუალება ქართულ მეცნიერს იქ იმუშაოს. და ეს შემდგომი პროექტი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ ეს მასალა გაკეთდეს სრული სამეცნიერო კატალოგი. ქალბატონ შუშანა, თქვენ რას წააწყდით ყველაზე მნიშვნელოვანს? ძალიან საინტერესო მასალა არის თურქეთ საქართველოს უახლესი ისტორიისათვის, საქართველოს უახლესი ისტორიისათვის. ეხლა ძალიან დიდი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრი იყო ფაქტიურად ეს მონასტერი. ეს არ იყო მარტო სასულიერო დაწესებულება. საფრანგეთში ჩამოყალიბებული სეგოს, ანუ საქართველოს ეროვნული განთავისუფლების ორგანოს ცენტრი თურქეთში, კერძოდ სტამბულში იყო სწორედ ეს მონასტერი. პეტრე სურგულაძე იყო მის ხელმძღვანელი, შემდეგ იყო სანდრო მენაღარაშვილი და აი ამ მონასტრის მთავარი დანიშნულება იყო, რომ თურქეთში მცხოვრებ მუსლიმან ქართველებში არ ჩამტარიყო ეროვნული სული და თანდათანობით ესწავლათ მათ ქართული წერა-კითხვა, მაგალითად ახმედ მელაშვილმა, ცნობილმა პიროვნებამ აქ ისწავლა ქართული წერა-კითხვა. აქ გაიგო საერთოდ. აქ გაიგო საერთოდ, რომ საქართველო არსებობს და საქართველოს აქვს ძალიან დიდი წარსული და ისტორია და მე შემდეგ მან ამაზე დაყრდნობით, ქართულ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა საქართველოს ისტორია თურქულად. და გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული მთავრობა ჟორდანიას ხელმძღვანელობით, როდესაც ემიგრაციაში წაბრძანდა, პირველად ისინი ჩავიდნენ სწორედ სტამბოლში. ისინი 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მონასტერში, განსაკუთრებით აი დამფუძნებელი კრების წევრები. და როდესაც შემდეგ პასპორტები მიიღეს და წავიდნენ საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მასალა დარჩა აქ. მოხსენებითი ბარათები, მიწერმოწერის ბარათები, ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა. გარდა ამისა, მართლა ძალიან საინტერესო როგორც და როგორც ნამბობიდან გავიგეთ, ძალიან საინტერესო და შვენიერი წიგნი მიფყრია, ასე ვთქვათ. და მაყურებელს შევახსენოთ, რომ 15 ივნისს გაიმართება 2 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი პრეზენტაცია. აი ამ წიგნზეა საუბარი, რომლის ავტორი გახლავთ ქალბატონი შუშანა ბუტკარაძე. საინტერესო რამის მოისმენთ. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. ამასობაში 9 საათიც გვიახლოვდება ქრონიკის დრო დადგა ჩვენს ეთერში, თუმცა მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ქრონიკის შემდეგ თქვენ ნუცას სკოლა და შანსის კვირა გელოდებათ.